მეგახავართ ლია კარიჭაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დოქტორი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმით, რომ აღინიშნება ვახტანგისეული ვეფხისტყაოსნის გამოცემის 300 წლისთავი. ეს გამოცემა განხორციელდა 1712 წელს. ეს იყო პირველი ბეჭდური გამოცემა პოემისა, რომელმაც ძალიან დიდი სიხარული მიანიჭა ქართულ საზოგადოებას და თვითონ იმ სტამბის მოხელეებსა და მუშაკებსაც კი, რომლებმაც იმუშავეს ტექსტზე. ტექსტი მომზადდა ვახტანგ მეექვსის მიერ სწავლულკაცთა კომისიის დახმარებით და დაერთო ტექსტს ვახტანგ მეექვსის კომენტარები. ეს არის თარგმანება ძველი ქართულით რომ ვთქვათ და ამ კომენტარებში გამოიკვეთა ვახტანგ მეექვსის როგორც რუსთველოლოგის პოზიცია. ის შეიცადა ნათელი გაეხადა მკითხველი საზოგადოებისთვის რუსთაველის მიზანდასახულება, რომ ის წერდა არა მხოლოდ საერო ურთიერთობებზე, ხორციელ ურთიერთობებზე, არამედ საღვთო სწავლება, საღვთო სიყვარულის გადმოცემა იყო მისი მთავარი მიზანი. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში შენიშნულია, ვახტანგ მეექვსის კომენტარებს გასდევს პოლემიკური ტონი. ეს სწორედ იმიტომ, რომ ის ცდილობდა დაერწმუნებინა განსხვავებული აზრის მკითხველი, რომ პოემა იყო არა საერო, არამედ ალეგორიული ხასიათის და სრულიად არ ეწინააღმდეგებოდა მისი იდეა სასულიეროთა მოთხოვნებს. ეს გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად იმისა, პოემა არ იხსენიებს სამებას, ქრისტეს და სხვა ქრისტიანულ სიწმინდეებს, ჯვარს, რასაკვირველია უმთავრეს სიმბოლოს, მაჰმადიანური სივრცე, რომელიც იქნება, ეს არის მხატვრული პირობითობა და სინამდვილეში პოემა ძალიან ახლოა ბიბლიურ აზროვნებასთან, ფსალმუნურ მეტყველებასთან, მოციქულთა ნააზრევთან და ჩვენ ვიცით, რომ პირდაპირ მოიხსენებიან კიდეც მოციქულები, აგრეთვე არის ესე იგი ციტირება მათი ნააზრევისა, ფსალმუნური სახის მეტყველება და სხვა მრავალი რამ, რაც სწორედ ზემო აღნიშნულ იდეას ადასტურებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფაქტიდან, ამ გამოცემის განხორციელებიდან იწყება, თუმცა მანამდეც იყო გარკვეული რუსთველოლოგიური ძიებანი, იწყება რუსთველოლოგიის ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დრო გავიდა, ვახტანგ მეექვსის რუსთველოლოგიურ 8 წელს აქვს უდიდესი მნიშვნელობა და ის კვლავაც არის აქტუალური. იმიტომ რომ ეპოქათა მიხედვით რაღაცნაირად იცვლებოდა რაკურსი რუსთველოლოგიური ხედვისა, პოემის წაკითხვისა და ცალკე კიდე შესწავლილია თემა ვეფხისტყაოსნის მკითხველის ისტორია, მიუხედავად ამისა, რომ ეპოქალურად ხდებოდა სხვადასხვანაირად ტექსტის წაკითხვა და ინტერპრეტაცია, ვახტანგ მეექვსის პოზიცია კვლავ აქტუალურია და ერთადერთ შეიძლება ითქვას, რომ სწორ გაგებად აღიქმება დღესდღეობით მისეული პოზიცია ვეფხისტყაოსნის ხედვისა. რასაკვირველია, თანამედროვე მკვლევარები ავითარებენ მის მოსაზრებებს და აი რაღაცნაირად ხდება ორმაგად ვეფხისტყაოსნის, ესე იგი, ორმაგი გაგების როგორც გურამიშვილი ბრძანებს, რომ ესე იგი ფესვ ღრმა ყოშტო მიუჩინას ეთხილი მოიწეოდა ორგზს ვენაყავს მისცემდა ვისგანაც მოირხეოდა, აი ამგვარი გაგება მთლიანობისა, მისი ჰარმონიულობისა, რაც გამოიხატება იმაში, რომ აქ არის საერო სიბრძნე და აქ არის საღვთო სიბრძნე. ეს არის ერთი მთლიანობა, ორსაფეხუროვანი შეიძლება ითქვას, საერო სწავლება, ადამიანური ურთიერთობები და საღვთო სწავლება და ადამიანის მიმართება უზენაესთან. აი ეს არის ალბათ ვეფხისტყაოსნის ყველაზე უფრო სწორი გაგება, რომელიც თავში გულისხმობს უამრავ ასპექტს და უამრავ მასალას იძლევა შესწავლისა და მუშაობისათვის.